წლის ბოლოს ხაშურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღის მდგომარეობით ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქალაქს წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის მოსახლეობა 40,000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ჯამში 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. წყალმომარაგების კომპანია აქტიურად ახორციელებს წყლისა და წყალარინების პროექტის განხორციელებას. ამ ეტაპზე მხოლოდ გრაფიკით მიეწოდება ქალაქ ხაშურის მოსახლეობის 50% წყალი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2025 წლის ბოლომდე 100%-ით 40,000 აბონენტს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფთ 24 საათიანი წყლის მომარაგებით. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან და მათ მოადგილებთან ერთად დავათვალიერეთ დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემის სამუშაოების მიმდინარეობა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის. პირველი ეტაპის სამუშაოების 60% უკვე დასრულებულია. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე და რა თქმა უნდა ეს პროექტი ამ პროექტის განხორციელების შემდგომ ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ქალაქ ხაშურში მიმდინარეობს წყალარინებისა და წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი. პირობითად ამ პროექტს თავისი ღირებულებიდან გამომდინარე ეწოდა საუკუნის პროექტი. პროექტის ფარგლებში ხაშურის, ოსიაურის და ოსიაურის ხრამუხის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით და დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა აღნიშნო იყო ის, რომ უფრო მეტად მოხდება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა პროექტის მიმდინარეობაში, ზედამხედველობის განხრით, ესე ვთქვათ, უკმაყოფილებას იწვევს გადათხრილი ქუჩები მოსახლეობაში და ამ მიმართულებით იქნება ესე კონკრეტულად შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ, შედგება გეგმა გრაფიკი და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელზეც დასრულებული იქნება პროექტის მიმდინარეობა.